ეს არის ეგრეთ წოდებული დაზუსტებული სიები, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს დაზუსტებული სიები გაცვლილებით უარესია იმაზე, რაც იყო მანამდე. მოგესალმებით კანონის თანახმად, ბოლო 2 კვირის განმავლობაში საუბნო საარჩევნო სიებში ცვლილებების შეტანა არის აკრძალული. ეხლა მინდა თქვენი ყურადღება რამდენიმე გარემოებას მივაქციო. პირველი და მნიშვნელოვანი, აშკარად ჩანს ამ დაზუსტებული სიებიდან, რომ უკვე ქვეყანაში და კერძოდ ბათუმში დამზადებული არის პირადობის მოწმობები. ბუნებრივია ყალბი. აშკარად გაიზარდა მიწერილი ადამიანების, მიწერილი ამომრჩევლის რაოდენობა. სპეციალურ გრაფაში თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ CESCO-s საიტზე. არ არის მითითებული უცხოეთში ყოფი ადამიანების სტატუსი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო უბნებზე, სადაც ჩვენ ვათვალიერებთ ამ საარჩევნო უბნების მონიტორინგს ვაწარმოებთ, დამკვირვებლებისათვის არ არის გამოყოფილი სპეციალური ადგილები, ანუ სათანადო პირობები არ არის შექმნილი. ჩვენ ვამბობთ, რომ კანონი უხეშად არის დარღვეული ამ ადამიანებს, რომლებიც ჩაყრილია ამ უბნებში, სრულიად თავისუფლად, მათ დიდ ნაწილს, მათ 9/10-ს აქვს საშუალება, რომ თავისი პოლიტიკური ნება, არჩევნებში მონაწილეობა გამოხატოს საკუთარი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ეს ადამიანები მიბმული და მიჯაჭვული არ არიან არც იმ სამხედრო ნაწილებზე და არც მით უმეტეს სასჯელ ახსნებით დაწესებულებაზე 280-ზე მეტი ადამიანი უწერიათ სიაში, მაშინ როდესაც იქ ერთდროულად ცვლაში დაახლოებით 20-დან 30 კაცამდეა. ყველა დანარჩენი ცვლის გარეთაა, ანუ სახლშია და რატომ უნდა ავიდეს მაგალითად სიტყვაზე გონიოში მცხოვრები დაცვის თანამშრომელი უნდა მივიდეს იქ იმ დღეს იმ სპეცუმაში უნდა მისცეს ხმა. ეს იწვევს ეჭვს იმისას, რომ იმ ადამიანმა შეიძლება გონიოშიც მისცეს ხმა და იქაც მივიდეს და მისცეს ხმა. ეს ეჭვი სრულიად საფუძვლიანია. ჩვენ, მე, მურმანს, ჩვენ გუნდს ზოგადად გვაქვს პოლიტიკური ცხოვრების უშველებელი გამოცდილება. 22 წელიწადია ასე ყალბდება საქართველოში არჩევნები.